რომელ უნივერსიტეტში ვისწავლით. ამას გარკვეულწილად აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ვიფიქრებთ იმას, რომ Ivy League-ის უნივერსიტეტის მიღმა კარგი სწავლა არ არის, პირიქით პატარა უნივერსიტეტებში, სადაც სტუდენტები არ არიან 10,000-ობით და 100,000-ობით, ამ შემთხვევაში უნივერსიტეტს ჩვენთან რო ეძახიან დეკანატს, ფაკულტეტს მეტი დრო აქვს იმისათვის, რომ ყურადღება მიაქციოს თითოეულ მათგანს და მათ შორის უფრო მეტად არის შესაძლებელი და საქმებაც უფრო მეტად არის შესაძლებელი, რომ სხვადასხვა კვლევით ღონისძიებებში მიიღოთ მონაწილეობა და უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ხოლმე სტუდენტებს, მათ განვითარებას და შემდგომ მათ დასაქმებას. ასე რომ არ იფიქროთ იმაზე, რომ აუცილებლად ეგრეთ წოდებული Ivy League-ის უნივერსიტეტში უნდა ვისწავლოთ, შესაძლებელი არის სხვა უნივერსიტეტებშიც მივიღოთ არაჩვეულებრივი განათლება და ასევე დავსაქმდეთ, იმიტომ რომ იქ უნივერსიტეტები ძალიან ზრუნავენ ჩვენზე, თავიანთ სტუდენტებზე, რადგანაც თითოეული სტუდენტის სახელი მნიშვნელოვანია, მისი წარმატება მნიშვნელოვანი არის უნივერსიტეტის სახელისთვისაც. წარმატებებს გისურვებთ, მე ვარ ნათია ვსაუბრობ განათლებაზე და აუცილებლად გამომყევით და გავუზიარეთ ეს ვიდეო სხვებსაც.